სისმარ მინც წყარმალო მიოჩგდო მინც ორზოლცალო ზუკოლენს უმენ გემიძირუნ ვამიჩგდო ვითომ წენდი ხაჟ დკოლუს შარას წყარიაწირუნ ეთი განს ტერეხმ კოჟღარდ 15 თებერვალს დიდი ქართველი პოეტის ლაშა გახარიას გარდაცვალების დღეა. ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის ინიციატივით სოფელ მუხურში ლაშას სახლ-მუზეუმში პოეტის მეგობრები, მისი პოეზიის მოყვარულები, სოფლის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ობლის ცრემლივით სამდე მართალი კაცის ხსოვნას პატივი მიაგეს. შეკრებილებმა ლაშა გახარიას უსაყვარლეს ადგილას, კუჭუხაზე სანთლები დაანთეს და პოეტის ლექსები წაიკითხეს. ლაშა გახარია 2004 წელს 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას შემდეგ 13 წელი გავიდა. 13 წელი გასულა მას შემდეგ, რაც ლაშა ჩვენ შორის აღარ არის. რა უცბად გავიდა ეს წლები და ძალიან ბევრი მოსაგონარი დამჭა. ეს სახლი, ეს მუზეუმი ძალიან ბევრ რაღაცებს მახსენებს. თუნდაც ის ადგილი, სადაც ახლა ჩვენ აგერ სხედვართ, ეს ადგილი იყო ლაშას საყვარელი ადგილი. აქ წამოწვებოდა, აქედან გაყურებდა თელს მუხურს, თელს კოლხეთს. აქ იწერებოდა ლექსები. მუზა მოდიოდა და აქ ჩაფიქრებული მერე ეს ლექსად გადაქონდა. საოცრად უყვარდა თავისი სამშობლო, თავისი კუთხე. კუჭუხა უყვარდა მაღლა იქ. ეს მან შეარქვა კუჭუს ბაბუა მისი სახელი. ღამეებს ვათებდით ერთად. სულ ლექსებს კითხულობდა. ნარს თამაშობდით. იყო ეს კაცი, უყვარდა ჩხოროწყუ ძალიან და ჩხოროწყულებს დიდ პატივს ჰქონდა. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ასეთი კაცი. 90-იან წლებში საქართველოს ლაშაზე უფრო ძლიერი პოეტი არ ყოლი. და დღესაც ჩვენ ვალდებული ვართ მის სახელს მივაგოთ პატივი. განსაკუთრებულად ჩვენი მოხურულებისთვის არის ეს ძალიან დიდად საამაყო, იმიტომ რომ ასეთი ადამიანები იშვიათად თუ მოიძებნება საქართველოში, რომლებიც ქართულ მეგრულ ლექსიკონში ერთად შესავებულ, შეკავშირებულ ახალ სიტყვიერების ცოდნას ჩვენს მომავალ თაობას რომ უნერგავს და ეს მართლაც დიდი განძია ჩვენთვის და აი ამ განძის შენახვა ჩვენთვის არის დიდი პატივი. აქ შეიკრიბნენ მეგობრები, ამხანაგები, სოფლიდან ბავშვები მოვიდნენ სკოლიდან, გამგეობიდან, ვისაც ახსოვს დღევანდელი დღე, ყველა გვეწვია. ბევრი ლაშასნაირი, უკეთესი ახალგაზრდობა მოდის, მჯერამ, წამს, ბავშვები მუხურში ძალიან ბევრი ბავშვები მოდიან აქაც, ამავაკ თავიანთი ლექსები. აი რომ ერიდებათ და ისე, მაგრამ ჯერა რომ ლაშას გამგზავრებლები ამ კუთხეში, კერძოდ კი მუხურში ძალიან ბევრი იქნება. ბატონმა ლაშამ საქართველოს და ჩხოროწყუს მუხურს დაუტოვა არაჩვეულებრივი ლიტერატურული მემკვიდრეობა. მას შენახვა, მოფერება, მოსათუთება, დამახსოვრება სჭირდება იმისათვის, რომ ის თაობებს გადაეცეს და ვიამაყოთ მარადიულად ამ არაჩვეულებრივი საბოძვარით. დღეს არის მისი გარდაცვალების დღე. რა ლამაზი ხარ სიკვდილო, სიცოცხლე შვენობს შენი თაო, განაცხადა ვაჟამ და დღევანდელ დღეს სიკვდილმა ამ მაღალი კაცითა და მისი მაღალი ლექსებით დაიმშვენა კალთა. ამოვედით აქ იმისათვის, რომ მოვეფეროთ მის ნაფეხურებს. ავედით იმ ადგილას, რომელიც ძალიან უყვარდა ლაშას, მოვესათუთეთ მის ნაფეხურებს, მის სტრიქონებს, რომელზეც ერთხელ კიდევ ვიტყვი, რომ ღირებულება, რომლითაც ჩხოროწყუელები მუდმივად იამაყებენ. ლაშა გახარია დასაფლავებულია თბილისის საბურთალო სასაფლაოზე, საყვარელი შვილის გვერდით. მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს ლაშა გახარიას 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში მასშტაბური ღონისძიებების ჩატარება იგეგმება.